ების უკიდურესად ესკალაცია და საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ხელისუფლების დადანაშაულება ტერორიზმსა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნაში. არსებობს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს რუსეთის მიერ გამოყენებული იქნება როგორც საბაბი საქართველოს ხელახალი ანექსიისთვის. მოუწოდეთ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ შეჩერდეს რუსეთის მიერ მიმდინარე ეს პროვოკაცია და არ მიეცეს კრემლს საშუალება, რომ ხელახლა და საბოლოოდ განახორციელოს საქართველოს ოკუპაცია და მისი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ხელყოფა. კოკოიძე თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ თბილისიდან ცხინვალში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი ჩავიდა. მათ შორის იყვნენ ზურაბ ნოღაიდელი და ნინო ბურჯანაძე. მათ თავდასხმის ფაქტი დაგმეს. ამ მოვლენის გასაშუქებლად ქართული მედია ოკუპირებულ რეგიონში არ შეუშვეს, თუმცა ქართული პოლიტიკოსების განცხადებები საინფორმაციო სააგენტო რესმა გაავრცელა. ჩვენი გზა არ არის ომი და ტერორი, ჩვენი გზა არის დიალოგი საქართველოს ერთიანობის აღსადგენად. სააკაშვილის დანაშაულებრივ მთავრობას ვაცხადებთ კანონგარეშედ და ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანის მიზნით ვაყალიბებთ სახალხო მთავრობას, რომელიც პირველ რიგში მიზნად ისახავს ჩვენს აფხაზ და ოსმო ძმეერებთან სააკაშვილის კრიმინალური ტირანიის მიერ დანგრეული ურთიერთობების აღდგენას. მზად ვართ დავიწყოთ დიდი სახალხო მოლაპარაკება აფხაზ, ოს და ქართულ ხალხს შორის, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადავლახოთ უპასუხისმგებლო ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებების შედეგად გაჩენილი დაპირისპირება ჩვენს ხალხებს შორის. ცხინვალში ჩასული ლიდერების ამ საგანგებო განცხადებას მალევე ოპოზიციის ერთმა ნაწილმა მხარი თბილისშიც დაუჭირა. ეს არის ამ დროისათვის არსებული ინფორმაცია ცხინვალიდან და ეგრეთ წოდებული სახალხო მთავრობის განცხადება. ახლა კი მოსკოვი და რუსეთის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დიმიტრი მედვედევმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. სააკაშვილი დღეს არა მარტო პოლიტიკური გვამი, არამედ საერთაშორისო დამნაშავეა. პირდაპირ ვიტყვი, იგი საერთაშორისო ტერორისტია. გარდა იმისა, რომ იგი უკვე მრავალი თვის განმავლობაში თანამშრომლობს ალ-ქაიდასა და სხვა ისლამურ ფუნდამენტალისტურ ტერორისტულ ორგანიზაციებთან და ხელს უწყობს ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების დაძაბულს და ტერორიზმის ესკალაციას, ამის ყველა დამადასტურებელი მასალა გაგვაჩნია. იგი ახლა გადავიდა ტერორზე სამხრეთ ოსეთისა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. სააკაშვილი როგორც საერთაშორისო დამნაშავე უნდა იქნას შეჩერებული, თორემ ის საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს და პირველ რიგში ქართულ ხალხსა და საქართველოს. ჩვენ რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ იმას, რაც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში ახლა ხდება. მე ვავალებ მთავრობას, რომ უმოკლეს ვადებში მოამზადოს და წარმომიდგინოს ჩვენი მოქმედების გეგმა, რომლის მიზანი იქნება სააკაშვილისგან მომდინარე საფრთხის ნეიტრალიზაცია. საფრთხისა, რომელიც უპირველეს ყოვლისა ემუქრება მისი ტირანიის ქვეშ მყოფ მშვიდობის მოყარე ჩვენ მოძმე ქართველებს. დააკლავა ოკუპირებული ტერიტორიები ეგრეთ წოდებული სახალხო მთავრობის ცხინვალში გაკეთებულ განცხადებებს სოხუმის რეჟიმი ეხმაურება ბაღავში მზად არის რუსეთის მყარი გარანტიების ქვეშ საქართველოსთან კონფედერაციულ მოწყობას დათანხმდეს. ახალი რუსული მოდელის განსახილველად ცხინვალში მოსკოვიდან ევგენი პრიმაკომის საგანგებო რეისით ჩაფრინდა ეგრეთ წოდებული სახალხო მთავრობამ ორი განაცხადა ნატოში ინტეგრირებაზე და საქართველოს ნეიტრალურ ქვეყანად გამოაცხადა. ეს არის საქართველოს დროებითი მთავრობის პირველი აქტი, რომელიც ცხინვალში გამოიცა. დოკუმენტი საქართველოს ნეიტრალიტეტის შესახებ. საქართველო არის ნეიტრალური სახელმწიფო და ის აღარ ისწრაფვის არც ერთ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში, უპირველესად ნატოში. საქართველო ესწრაფვის პარტნიორობასა და თანამშრომლობას ყველა ქვეყანასთან, განსაკუთრებით კი მეზობელ ქვეყნებთან, პირველ რიგში კი რუსეთთან. ეს კი ის დოკუმენტია, რომელიც ქვეყნის ოპოზიციამ სოხუმთან და ცხინვალთან გააფორმა. მისი ძალაში შესვლის შემდეგ ქართულ-აფხაზურ-ოსური კონფედერაცია იქმნება. ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს, უკვე მუშაობენ საოკუპაციო რეჟიმთან უფლებამოსილების გამიჯვნაზე. კონფედერაციის გარანტორი რუსეთია. კონფედერაციული კავშირის შექმნას უკვე გამოეხმაურა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა. შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსავალი ქართულ ხალხთან ერთად უნდა მოვძებნოთ. სააკაშვილის და მისი რეჟიმის გარეშე ჩვენ მივესალმებით ქართული ოპოზიციის მოწოდებას, რომ შევხვდეთ და განვიხილოთ ჩვენი მომავალი ურთიერთობები რუსეთის მყარი პოლიტიკური გარანტიის ქვეშ. სააკაშვილის ტირანია თანაბრად ემუქრება აფხაზ, ოს და ქართველ ერებს. მისგან გათავისუფლებით ჩვენ ვუზრუნველყოფთ ჩანს ჩვენი კეთილმეზობლური და ძმური განვითარებისთვის. ცხინვალის შეთანხმება საქართველოს გაერთიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს ქართული ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებიც საკუთარ თავს დროებით მთავრობას უწოდებენ. ქართული ოპოზიციის განცხადებები რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს. სააკაშვილმა ამდენი ხანი ანგრია საქართველო. ჩვენ ახლა დავიწყეთ მისი შენება. 1991 წლის შემდეგ პირველად გადაიდგა ნაბიჯი საქართველოს გაერთიანებისკენ და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის საჭირო გარემოს უზრუნველყოფისთვის.
რაც ჩვენ შეგვიძლია არის რეალური საქმე საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისათვის. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად გასაკეთებელი ჯერ ძალიან ბევრია. ძალიან ბევრია საჭირო იმისთვის, რომ მშვიდობითა და თანამშრომლობით გავაერთიანოთ ქვეყანა. მაგრამ თანამდებობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო და დაიწყო ძალიან კარგად. ხელებს მივამტრევთ ყველას, ვინც ამ პროცესის შეჩერება შეეცდება, პირველ რიგში სააკაშვილს. ცხინვალის შემდეგ მოლაპარაკებების ადგილი აფხაზეთია. დიდ სახალხო მოლაპარაკებას აფხაზებთან და ოსებთან ოპოზიციის ლიდერები ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ლევან გაჩეჩილაძე, კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა და გოგა ხაინდრავა აწარმოებენ. ცხინვალში არ წასულა ირაკლი ალასანია. ოპოზიციის მოლაპარაკებებს აფხაზეთსა და ცხინვალში მკაცრი შეფასებები მოყვა თბილისში. საქართველოში სამწუხაროდ ერთი რამ ხდება, რომ მოღალატეს არ ქვია მოღალატე, მტერს არ ქვია მტერი. ის ხალხი, ვინც პუტინს ესაუბრება როგორც მეგობარს, როგორც ფარვალს და ახმოვანებს რუსულ პოზიციებს, სულან ისინი არიან საქართველოს მოღალატეები. ის რომ ესეთი პოლიტიკოსები არსებობენ, მეტყველებს არა მხოლოდ მათზე, არამედ იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოება არის ჯერჯერობით ავად. ამ ავადმყოფობას მე დავარქმევდი წითელას, რაც ნიშნავს ნოსტალგიას იმ დროზე, როდესაც სახელმწიფოებრიობა არ გაგვაჩნდა, ან ეს იყო სიმბოლური. ქართულ-აფხაზურ-ოსური მოლაპარაკებების მოდერატორი ამჯერადაც რუსული მხარეა. მოსკოვიდან ცხინვალში საგანგებო მისით ევგენი პრიმაკოვი ჩავიდა. ქვეყნის ეგრეთ წოდებული ახალი მთავრობა ახლა ვალდებულია ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება კრემლის ემისარს და მოსკოვს შეუთანხმოს. და ამე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი სააკაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. თბილისში ელოდებიან პრეზიდენტ ობამას და ევროკავშირის ქვეყნების მეთაურთა განცხადებებსაც. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი დღეს საქართველოში აკრედიტებული ელჩები იმყოფებოდნენ. დღესვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ტელეფონით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს გორდონ ბრაუნს ესაუბრა. დიპლომატები საგარეო უწყებასთან დღის 10 საათზე გამოჩნდნენ. მოსალოდნელ რუსულ ინტერვენციაზე ელჩებს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. გრიგოლ ვაშაძემ ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს დახურულ კარს მიღმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება გააცნო და რუსული არმიის მობილიზაციის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა წარუდგინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაშაძემ მედიისთვის მოსალოდნელ აგრესიაზე მოკლე კომენტარი გააკეთა. ფერი ნაწილი საქართველოს ტერიტორიის არის ოკუპირებული, ოკუპანტი არის რუსეთი და რუსეთი თვით გამოცხადებულ საზღვრებზე აყენებს თავის საოკუპაციო ჯარის ნაწილებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ დიპლომატები ჟურნალისტებთან მოკლე განცხადებებით შემოიფარგლენ. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ელჩებმა შეშფოთება გამოხატეს და განაცხადეს, რომ დაუყოვნებლივ ჩააყენებდნენ საქმის კურსში საკუთარ მთავრობებს. ჩვენ შევხვდით ბატონ ვაშაძეს, სადაც განვიხილეთ შექმნილი სიტუაცია. მდგომარეობა საკმაოდ მძიმე და საგანგაშოა. ჩვენ აუცილებლად ჩავაყენებთ საქმის კურსში ჩვენ მთავრობებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოგვიდგინა ვიდეო და ფოტომასალა, სადაც რუსული არმიის მობილიზაციაა ასახული. ვფიქრობ, რუსეთი არ გადადგამს სამნაბის და არ დააარსებს საერთაშორისო ნორმებს. ჩვენ ვაღიარებთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს თქვენს შიდა საქმეებში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვითარება თქვენს ქვეყანაში კიდევ უფრო არ დაიძაბოს. საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაკეთდა ბრიუსელში. ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს არ დაუშვან სამხედრო ესკალაცია და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ბრიუსელი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური კრიზისი მშვიდობიანი მეთოდებით მოაგვარონ. საქართველოში შექმნილი დაძაბულობა პიკს აღწევს. მოსალოდნელია ვითარების ესკალაცია, რასაც ევროკავშირი სასტიკად გმობს. მხარეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ძალადობისგან და ყველაფერი მშვიდობიანი გზით გადაწყვიტონ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან შეერთებული შტატების და ბრიტანეთის ელჩები ავლაბარში პრეზიდენტის სასახლეში გაემგზავრნენ, სადაც დიპლომატებს და პრეზიდენტს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა თითქმის 1 საათს გაგრძელდა. დიპლომატებმა ავლაბრის რეზიდენცია უკომენტაროდ დატოვეს. დღესვე სატელეფონო საუბარი შედგა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მიხეილ სააკაშვილს შორის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის და თეთრი სახლის ინფორმაციით, ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
ამერიკა გააკეთებს ყველაფერს, რათა არ დაეშვას რუსული აგრესიის განმეორება. ვაშინგტონი გამოიყენებს რუსეთზე ზემოქმედების ყველა დიპლომატიურ საშუალებას, რათა რუსეთის ხელმძღვანელობამ ხელი აიღოს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის გეგმაზე. სატელეფონო საუბარი შედგა გორდონ ბრაუნთანაც. ლონდონი კვლავ ადასტურებს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს თავი შეიკავოს სამხედრო აგრესიისგან. დიდი ბრიტანეთი ბოლომდე ერთგული დარჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისადმი და არასდროს შეეგუება მისი სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობას. საქართველოს ხელისუფლება ყველა დიპლომატიური არხებით ცდილობს სოფლიო თანამეგობრობას გააგებინოს თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა. და სულ ცოტა ხნის წინ საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა ჩრდილო კავკასიის ყველა სამხედრო შენაერთსა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ზალებში საბრძოლო მზადყოფნაშია რუსული არმიის ნაწილები, სომხეთში რუსული მილიცია ჩრდილო კავკასიის